იემენში, სადაც ტრადიციები კანონზე ძლიერია და ყველაფერზე მაღლა რელიგია დგას, პატარა გოგონამ შეუძლებელი შეძლო. ნუჯინ ალიმ, რომელიც სულ რაღაც 10 წლის იყო, არა მხოლოდ სადისტ და პედოფილ ქმარს გაექცა, განქორწინებასაც მიაღწია და ამით ათასობით ქალისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მისი ისტორია სავსე ტკივილით და წარმოუდგენელი სიმამაცით მთელ მსოფლიოს მოედო და უთვალავი ქალი შთააგონა. ახლა მოდი დეტალურად მოგიყვებით, როგორ გამოუცხადა ომი ერთმა პატარა გოგომ მთელ საზისხარ სისტემას. ნუჯუდალი 1998 წელს დაიბადა ღარიბ იემენურ ოჯახში. ცხოვრება პატარა სოფელ ხარჯიშის სასტიკი და უსიხარულო იყო. სიღატა კი არანაირი განათლება და უმკაცრესი და მოდი პირდაპირ ვთქვათ, ველური ადათები. გოგონას 16 და-ძმა ჰყავდა, ნუჯუდის მამამ ერთხელაც სამუშაო დაკარგა და ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. შესაბამისად, ოჯახის რჩენის მთელი სიმძიმე ორი ცოლისგან გაჩენილ ამდენ შვილზე გადავიდა. ბავშვები ზოგი მათხოვრობდა, ზოგის რაღაც წრუმანებით ვაჭრობდა. ნუჯუდის ცხოვრება იოლი ცხადი არ იყო. ერთადერთ სიხარულად ბავშვის ცხოვრებაში მულტფილმები იყო. რისი ყურების უფლებასაც ხანდახან აძლევდნენ მეზობელთან. მეზობელი ოდნავ უფრო უკეთ ცხოვრობდა და ტელევიზორი ჰქონდა. გოგონას სწავლა უნდოდა და საკუთარი სახელის დაწერა ისწავლა. ეგებ კიდევ რამე შეესწავლა, რომ არა მამის გადაწყვეტილება. 9 წლის გოგონა 30 წლის ფაეზ ალი ტამერისთვის მიეთხოვებინა. იემენი ახლო აღმოსავლეთის უღატაკესი ქვეყანაა. აქ ადრეული ქორწინებები ჩვეულებრივი პრაქტიკაა, განსაკუთრებით სოფლებში. აქ ოჯახები ქალიშვილებს ზედმეტ ეკონომიკურ ტვირთად განიხილავენ და ცდილობენ, რაც შეიძლება ადრე გაათხოვონ. ზოგჯერ 7-8 წლის ასაკშიც კი. როგორც წესი, ქორწინების წინ პატარსლის მშობლები სიძეს უთანხმდებიან, რომ ბავშვს სექსს არ აიძულებენ და 15 წლის ასაკამდე მაინც შეიკავებენ ამისგან თავს. ოღონდ ეს შეთანხმებები უბრალოდ ფარსია. გოგონას მშობლები უსინდისოდ იტყუებენ თავს. 7-8-9 წლის პატარძელს გაზრდას არავინ აცდის, იმ წამსვე საძინებელში მიათრევენ. ამ დროს გოგონა უძლურია რამე ქნას. ასაკს არავინ უყურებს, გოგონა გათხოვილია და შესაბამისად იქაური ადათებით ქმრის საკუთრებას წარმოადგენს. მშობლები ზოგჯერ თავს იმართლებენ ხოლმე, თითქოს ადრეული ქორწინებებით ქალიშვილის გატაცებისგან და გაუპატიურებისგან დაცვა სურთ, რაც ამ ვითომ რელიგიურ საზოგადოებაში ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკაა. გაუპატიურებული გოგონა კი მუსულმანურ ქვეყანაში ქმარს ვეღარ იპოვის. თუმცა ნაადრევი ქორწინებების მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, სიღატაკეა. ერთი რომ ზედმეტი მჭამელის მოშორება უნდათ და თან ქორწინებით ფულის შოვნაც შეიძლება, რადგან საქმრომ ადათის მიხედვით გოგონას ოჯახს ეგრეთ წოდებული გამოსასყიდი უნდა გადაუხადოს. მოკლედ, ნუჯუდის ისტორია აბსოლუტურად ტიპიურია იემენისთვის. ის 9 წლის ასაკში გაათხოვეს. ამის გაგრძელებაც ჩვეულებრივი იყო. მშობლებისთვის მიცემული პირობის მიუხედავად, ქმარმა ქორწინებიდან რამდენიმე დღეში ბავშვის გაუპატიურება დაიწყო. თან გამუდმებით სცემდა. მიზეზის ზებნა არც სჭირდებოდა. უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნაც ცემისთვის ლეგიტიმურ მიზეზად მიაჩნდა. 2 თვის მერე გოგონამ გაქცევა მოახერხა. ის დამოუკიდებლად მივიდა სასამართლოში. წარმოიდგინეთ, 9 წლის გოგონა, რომელმაც წერა-კითხვას კი არ იცის, ჯდება ავტობუსში, შემდეგ ტაქსში, რაშიც ის მცირე ფული გადაიხადა, რაც მამის მეორე ცოლმა თავის დროზე აჩუქა, მიდის სასამართლოში და ითხოვს განქორწინებას. ეს არ იყო იოლად გადასაწყვეტი და იოლად შესასრულებელი საქციელი. 9 წლის გოგონამ სისტემა გამოიწვია, თან ისე რომ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, ვისთან უნდა მისულიყო, რა პროცედურები უნდა შეესრულებინა. მე განქორწინება მინდა. ამ სიტყვებმა პატარა გოგონასგან ბუნებრივია საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ნუჯუდს სასამართლოშიც გაუმართლა. იქ შეხვდა მოსამართლე, რომელმაც ბავშვი უბრალოდ კი არ მოიშორა, არამედ მოусმინა. ასევე სასამართლოში ნუჯუდმა გაიგრძნო უფლება დამცველი შადა ნასერი, რომელიც სწორედ მსგავს საკითხებზე მუშაობდა. ნუჯუდს ფული საიდან ექნებოდა, ასე რომ ნასერმა გადაწყვიტა უსასყიდლოდ დაეცვა გოგონას ინტერესები სასამართლოში. შარა ნასერი, პირველი ქალი ადვოკატი იემენში, ფემინისტი, ადამიანის უფლებების დამცველი. მან სახელი 2005 წელს გაითქვა, როდესაც სასიკვდილო განაჩენისგან დაიხსნა ქალი, რომელმაც ქმარი მოკლა. ქმარი მას წლების განმავლობაში აწამებდა და ბოლოს ქალმა თავი მისი მოკვლით გადაირჩინა. საქმე უაღრესად რთული იყო, მაგრამ შარა ნასერმა ფაქტობრივად განაჩენის აღსრულების წინ მიაღწია ვერდიქტის გადახედვას და სიკვდილმიჯილი ქალის გამართლებას.
ახლა მის ხელში 9 წლის გოგონას საქმე აღმოჩნდა, რომელიც სრულიად უპრეცედენტო იყო იემენისთვის. არასდროს ადრე ბავშვს სასამართლოსთვის განქორწინების მოთხოვნით არ მიუმართავს. მიუხედავად იმისა, რომ იემენში არ არსებობს ქვედა ასაკობრივი ზღვარი ქორწინებისთვის და შესაბამისად გოგონას გათხოვება ნებისმიერ ასაკში კანონიერია, სასამართლო ნუჯუდის მხარეს დადგა. შარა ნასერმა დაამტკიცა, რომ ქმარმა კონტრაქტის პირობები დაარღვია. მოსამართლემ გოგონას შესთავაზა ერთგვარი პაუზა აეღო და ქმართან რამდენიმე წლის მერე დაბრუნებულიყო, როდესაც ასე ვთქვათ, ცოტა წამოიზრდებოდა. ნუჯუდმა ამაზე უარი თქვა. 2008 წლის 15 აპრილს სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა. 9 წლის გოგონამ განქორწინება მიიღო. პროცესმა ბუნებრივია საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო. სანაში იემენის დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ ჟურნალისტები ამ ისტორიის გასაშუქებლად. მსოფლიო შეძრა არა მხოლოდ ბავშვთა იძულებით ქორწინების ფაქტმა, არამედ პატარა გოგონას სიმამაცემ, რომელმაც ავადმყოფ საზოგადოებას ბრძოლა გამოუცხადა. იემენური კანონებით განქორწინების შემთხვევაში ქალის ოჯახმა ყოფილ ქმარს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ნუჯუდის ოჯახი დაავალდებულეს კაცისთვის $200 გადაეხადა. ეს წარმოუდგენლად დიდი ფულია ღატაკი იემენური ოჯახისთვის. ეს ფულიც სარა ნასერმა გადაიხადა. კოშმარიდან სახლში დაბრუნებულმა უკვე 10 წლის გოგონამ გადაწყვიტა სკოლაში ევლოდა წლების მერე თავადაც ადვოკატი გამოსულიყო. ნუჯუდის ისტორიამ მსოფლიო მოიარა. 2008 წელს ამერიკულმა ჟურნალმა გლამურმა გოგონა და მისი ადვოკატი წლის ქალებად დაასახელა. გოგონას ამერიკის პირველი ლედი ჰილარი კლინტონი შეხვდა. ფრანგ ჟურნალისტ დელფინ მინუისთან ერთად ნუჯურმა წიგნის დაწერა "მე 10 წლის ვარ და განქორწინებული ვარ". ეს წიგნი ბესტსელერად იქცა. მისი გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი გოგონას განათლებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ რა კი არასრულწლოვანი იყო, მამამის ყოველთვიურად ჰონორარი $1000 ერიცხებოდა. მამაცი გოგონა საქციელმა სხვა პატარა გათხოვილი გოგონებით შთააგონა. მალე ცნობილი გახდა, რომ ნუჯუდის მაგალითით სახალისებულმა 9 წლის იემენელმა და 8 წლის საუდელმა გოგონებმა შეძლეს განქორწინება. ხო, წლების მერე 2019 წელს საუდის არაბეთში ადრეული ქორწინებები კანონითაც აიკრძალა. თუმცა ისეც ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემა თვისობრივად აღმოიფხვრა და ახლო აღმოსავლეთში 7-8 წლის გოგონებს აღარ ათხოვებენ. ხშირად კი ასეთი ქორწინებები ტრაგიკულადაც სრულდება. დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვები პირველი საქორწინო ღამის მერე შინაგანი სისხლდენით კვდებოდნენ. ჰეპი-ენდით კი არც ნუჯუდის ისტორია დასრულებულა. მთელი მისი ფული მამამ მიითვისა. 15 წლის ასაკში კი გოგონა სახლიდანაც გააგდო. ასე რომ ნუჯუდმა სკოლის დასრულება მაინც ვერ შეძლო. მამამ კი მისი ფულით 2 ახალი ცოლი მოიყვანა. ნუჯუდის უმცროსი და კი ასაკოვან კაცს მიათხოვა. 2014 წელს ნუჯუდი ისევ გათხოვდა და 2 ქალიშვილი შეეძინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი შეირყა. იემენში დღემდე არ არსებობს მკაცრი და რეალურად მოქმედი კანონი ბავშვთა იძულებით ქორწინების შესახებ.